ძვირფასო მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ რა ხდება თბილისში სავაჭრო ცენტრთან ჰუალინგ პლაზა დილის 5 საათზე მე, მიშა ანდრიაძე და ნიკუშა, მიშას შვილი მოვედით ფოტოსესიაზე იკარუსთან. შეხედეთ, ნამდვილი იკარუსი, ცოცხალი იკარუსი, რომელიც დგას აი აქ თბილისის ზღვის მიდამოებში, ვარკეთილ ვაზისუბნის საზღვარზე. ეს არის წარმოუდგენელი, თავი მგონია 1994-ში, ხო? და არადა არის 2024 წლის 26 დეკემბერი. ულამაზესი იკარუსი, ანუ წინა ცივილიზაციის საუკეთესო სამგზავრო ავტობუსი, უნგრული სხვათა შორის, არის სასწაულად გადარჩენილი, ჩამოვიდა ფოთიდან, სამწუხაროდ ჯერ ჩვენ არ გქონია სიამოვნება ამ ავტობუსით მგზავრობის, მაგრამ მიშას მეგობარს ჰქონდა უკვე კონტაქტი ამ მანქანის მძღოლთან და დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე გავისეირნებთ თბილისში ამ იკარუსით. ალბათ ბევრს ახსოვს, უფროსი თაობის თბილისელებს და არა მარტო თბილისელებს ეს ავტობუსი ჩვენთან თბილისში, მთელ საქართველოში საქალაქთაშორისო რეისებზეც მუშაობდა ეს ავტობუსი და თბილისშიც ძალიან ბევრი დადიოდა ექსპრესი, ნახევარ ექსპრესი, 5 ნომერი, 7 ნომერი, 2 პირველი ნომერი, ხო, ნომერი 1 მარშრუტი. მერე კიდე იყო ძალიან საინტერესო მარშრუტი 37. დღესაც არის ხოთა შორის 37, ოღონდ გახდა 327. აეროპორტში დადის ვაგზლიდან, მაშინაც დადიოდა მსგავსად, მაგრამ აი 5 ნომერი ავლაბრიდან დადიოდა მაღლივში და მთელი აი ის პერიოდი, როდესაც სწავლობდი უნივერსიტეტში, სარგებლობდი ხშირად ამ მარშრუტით, რადგან იყო ძალიან სწრაფი, არ ჩერდებოდა ყველა გაჩერებაზე, იყო ექსპრესი, დღეს რომ უთხრა თანამედროვე სტუდენტს რა არის ექსპრესი და ნახევარ ექსპრესი ვერც გაიგებს, უბრალოდ ექსპრესი ჩერდებოდა ბოლო გაჩერებებზე და რამოდენიმე გაჩერება ჰქონდა და ნახევარ ექსპრესს ჰქონდა უფრო მეტი გაჩერება და ჩვეულებრივ სამარშრუტო ავტობუსს ჰქონდა, ესე იგი, ყველა გაჩერებაზე ჩერდებოდა. შედარებისთვის 20 ნომერი ავლაბრიდან მაღლივში, ამ მანძილს ფარავდა სადღაც 1 საათში, მართალია ვაკით მიდიოდა და შემდგომ უკვე 90-იანებში 20 ნომერი უკვე დადიოდა სადღაც დიღვიდან კოლმეურნეობის მოედანზე, ეს უკვე სხვა მარშრუტი იყო და ეს დილის საათებში, ხო, ეს ექსპრესი მაღლივში ვიყავი სადღაც ალბათ 15-20 წუთში. აი ესეთი საინტერესო ისტორია, მიშაც იღებს ბევრ ფოტოს, ბევრ ვიდეოს და ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან საინტერესო ფოტოსესია, მოვიტან ჩვენს პატარა მოდელებს, ერთი 53 მასშტაბის, კიდე გვაქვს ერთი 87 მასშტაბის და პატარა ფოტოსესიას მოვაწყობთ ამ ავტობუსის ფონზე და რა თქმა უნდა პროგრამა მაქსიმუმი არის გადაღება უკვე გზავრობის დროს ამ იკარუსით თუ ვიმეგობრებთ ამ ავტობუსის მძღოლთან, თუ დავიმეგობრეთ და დავითანხმეთ, რომ გაგვატაროს თბილისში. სხვათა შორის, აი ეს ტერიტორია, ჰუალინგ პლაზა, ჩემთვის ესეთი უკვე ავტოტერიტორია გახდა, საავტომობილო, სატრანსპორტო, რადგან აქვე ჩვენ გადავიღეთ რამოდენიმე საინტერესო მოდელი მანქანის, მათ შორის გადაკეთებული პაბედა, სერგო ავეტისიანის, ჩვენი სერგო მოტოსი და ამ ვიდეოს ჰქონდა ძალიან ბევრი ნახვა და დიდი ინტერესი. იმედია, რომ ამ იკარუსსაც ნახავს ბევრი მოყვარული ძველი ტრანსპორტის, რომელიც დაათვალიერებს ამ მანქანას, რადგან ყოველდღე ესეთი მანქანა არ შეგვხვდება ჩვენ და ეს არის უკვე იშვიათობა, ძვირფასო მეგობრებო. დროებით დიდი მადლობა ყურადღებისთვის.